ჩვენ დღეს ნახეთ რევას კიკნაძის პოზიციიდან გამომდინარე როგორც ისიც ახის მოწმე რომელმაც იძალა და რეალურად რევას კიკნაძეზე ოქმი გააყალბა დაკავების ადგილი გააყალბა ფიზიკური ძალადობა განხორციელდა მას დაუშვით კითხვა იმასთან დაკავშირებით რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა თუ დაკითხა აღნიშნული პიროვნება დღეს გომარობითაც მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსო მასალები გადმოგცემს და გავქცეს პასუხი იმასთან დაკავშირებით რომ მათი მობილური ნომრებიდან ანძები რატომ არ გამოითხოვეს თუ რა მარშრუტით გადაადგილდებოდნენ და ეს საკმაოდ დიდი ხნით ინახება და შეუძლიათ ეხლაც გამოითხოვონ დღევანდელმა მოწმემ დაადასტურა ის რომ რეალურად მას არ შეუძლია მიუთითოს რევას კიკნაძე ყოვლად მიტოვებულ ადგილას როგორ იპოვა და როგორ აღმოჩნდა იქ ასევე უთითებს მნიშვნელოვან გარემოებას ის რომ ის როდესაც მივიდა უკვე ოპერატიული თანამშრომლები იმ ადგილას იმყოფებოდნენ რაც რევას კიკნაძის ჩვენებასთან დაკავშირებით თანხმედრაშია რადგან ოპერატიულმა ჯგუფმა ჯერ რევას კიკნაძე მეტროში დააკავა და ამის შემდგომ აიყვანეს ლიზზე და სწორედ ამიტომ გამომძიებელს ოპერატიული ჯგუფი შემთხვევის ადგილას რომ ავიდა ამიტომ დახვდა და მნიშვნელოვანი გარემოება საზოგადოების არის ის რომ ამ ქვეყანაში არსებობენ გულწრფელი ადამიანები, რომელსაც ვერავინ ვერ შეაშინებს და ზუსტად მეტროს თანამშრომელმა საქმეში დაადასტურა ის და ვიდეო მასალაც არსებობს და გავრცელებულია, რომ რევას კიკნაძის დაკავებამ განხორციელდა მეტროში და ამასთან დაკავშირებით სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა რეალური ნაბიჯები უნდა გადადგას. თავად ეს ადამიანის მეტროში დაკავების დროს არ იმყოფებოდა, ხო? თავად ეს ადამიანი, როგორც რევას კიკნაძის გამო არ იმყოფებოდა, იმიტომ რომ მათ განჩინება არ ჰქონდათ დააკავეს მეტროში და ეხლა სამართლებრივად რომ ეს ყველაფერი გაესწორებინათ, გამოუშვეს განჩინების ასაღებად. ახსენეთ რომ დაკავების დროს ძალადობდა მათ შორის ეს ქაჩლიშვილი, აი, მაშინ ეს დაკავების დროს გითხარით ეს ნახეთ გადაყვანის დროს, როგორც რევას კიკნაძისგან ვიცი, ყველა მათგანი რევას კიკნაძეზე როგორც სიტყვიერად, ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ. მაგალითად, რევას კიკნაძის მიმართ იყო რომ ცოცხლად დაგმარხავთ იქ მე ვკითხე ტრაქტორთან დაკავშირებით, ამიტომ დაუსვი კითხვა, ცოცხლად დაგმარხავთ, თუ მაგალითად არ იტყვი რომ ესა და ეს ადამიანები გაიძულებდნენ რომ კონკრეტული მოქმედებები განგეხორციელებინა და რევას კიკნაძე უთითებს რომ ყველა იქ მყოფი პირის მიერ მიმდინარეობდა მასზე ზეწოლა, იძულება და არაადამიანი მოკვდა. მნიშვნელოვანი გარემოება ასე ნახეთ რა არის კიდე ერთი ადამიანი პოლიციელი იმყოფებოდა რომელიც თავიანთი თანამშრომელია, რომელიც მანქანასაც კიცნობს, მაგრამ ამ პიროვნების სახელის და გვარის თქმა არ უნდა. ასევე რევას კიკნაძემ თავის ჩვენებაში განმარტა, რომ მის მიმართ სულ ყველა პიროვნება ანხორციელებდა არაადამიანურ მოპყრობას, მათ შორის ეს პიროვნებაც ოღონდ როცა მივიდა მას შემდგომ. ხო, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ ამ დროს ერთ-ერთი მთავარი გამომძიებელი იყო მოსული და ამის გაშუქება ვერ მოხდა, იმიტომ რომ მედიის ნახევარი საერთოდ არ იყო დალბაში და ვინც იყო, მას გადაღების საშუალება არ ეძლეოდა. ამიტომ ჩვენ მოგვიწევს, რომ ახლა უფრო რთულად, მაგრამ მაინც მოუყვეთ საზოგადოებას, როგორ აბსურდზე ისაუბრა ამ პიროვნებამ, მან აღნიშნა, რომ მივიდა ამ დროს დასაკავებლად, მიუხედავად ამისა, არ ქონდა საგამოძიებო ორგანოს მითითება, რომ აბა ანდრო მოდი საგამოძიებო ორგანოში. ასევე აღნიშნა, რომ ის როდესაც წავიდა, საერთოდ არ იცნობდა საქმის მასალებს, არც ვიდეოები ქონდა ნანახი, არც წერილობითი მტკიცებულებები ქონდა ნანახი, ქონდა მხოლოდ სასამართლოს მიერ გაცემული ნებართვა. ასევე აღნიშნა, რომ როდესაც მივიდა ამ დროსთან და უთხრა, რომ ნივთები უნდა წარმოედგინა შრეხის განმავლობაში, არ დაუკონკრეტებია არც ერთი ნივთი, რანიც ეძებდა გამოძიება და ასევე თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომ უარი განმიცხადა ნივთის წარმოდგენაზე, მე არ მქონია სურვილი, რომ შრეხა ჩამეტარებინა სახლში, აქედან გამომდინარე, არც შრეხა ჩამეტარებიაო. განსაკუთრებით საინტერესო რაც არის, ასევე ანდრო მიუთითა, რატომ არ მოაწერა არც შრეხის ოქმს და არც დაკავების ოქმს ხელი, ეს იყო მიზეზი ერთადერთი, რომ რასაც ეუბნებოდა, რომ შენიშვნის ფორმით დამიფიქსირე ოქმში, ამას გამომძიებელი არ ასახავდა. მაგალითად ის რომ სარაჯიშვილის ბოთლი, შუშის ბოთლი პოლიციელმა ესოლა ამ დროს და მარცხენა ფეხზე მიიღო დაზიანება, ეს აღუწერა ზუსტად და უთხრა რომ ეს ჩამიწერე მე ოქმში მჭირდებოდა და მხოლოდ ის ჩაწერა გამომძიებელმა რომ ანდრო ჭიჭაძეს მარცხენა ფეხზე აქციების დროს მიღებული ქონდა დაზიანება. კონკრეტულად არ აღწერა რომ ის პოლიციელმა დააზიანა. აქედან გამომდინარე ანდრო პროტესტის ნიშნად ხელი არ მოაწერა რაც გამოკითხვის ოქმს, არც შრეხის ოქმს და არც დაკავების ოქმს. ეს 2000 ლარს გადაიხდი და გახვალ გარეთ, ეს რა ეპიზოდი იყო რომ მოგვიყვეთ? ხო, ეს არის პირადი კომუნიკაციის არ ვიცი და ანდრომ თქვა თუ მოწმემ თქვა თუ ეს მოგვიყევით რა. ხო, ანდრომ შეახსენა მოწმეს, რომ როდესაც ჩემთან იყავით მოსულები, თითქმის ყველა ერთის გარდა და ეს ერთი მხოლოდ შენ იყავიო. მიხსენეთ, რომ ეს ადმინისტრაციული საქმე იყო, უბრალოდ 2000 ლარიანი ჯარიმა და მალევე გამოხვიდოდით გარეთო.
თუმცა მხოლოდ შენ იყავი, რომელიც მიმიტითებდი, რომ შენ რაღაც ძალიან მშვიდად ხარ და მართლა დანაშაული ხარ და შადენილი, რატო ხარ ასეთი დარწმუნებული კონკრეტულ საკითხებში. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ როდესაც ანდრო ჭეჭინაძესთან საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად იყო პიროვნება მისული, ის არ იყო საქმისთვის მზად, მან არ იცოდა საქმე, მან არ იცოდა საგამოძიებო მოქმედება როგორ უნდა ჩაეტარებინა. და ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ კითხვაზე რომ როგორც ობიექტურმა გამომძიებელმა რაიმე თუ მოიმოქმედე მას შემდგომ რაც ანდრომ გითხრა რომ პოლიციელმა დააზიანა, მან განაცხადა რომ მე ვალდებულება არ მქონდა და მე არაფერი გამიკეთებია ამასთან დაკავშირებით.